რუსეთის ტყვეობიდან 157 უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა. ტყვეები გათავისუფლდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები შუამავლობდა. მოლაპარაკებებისას მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში სამშობლოში დაბრუნებულ უკრაინელებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ჩემს ქმარს რუსლანი ქვია. 3 წელი და 10 თვეა მის ტყვეობიდან დაბრუნებას ველი. დღეს ის სახლში იქნება. რუსლანი მარიუპოლზე იერიშების ჯავარდა ტყვედ. 500 მეერთეს საზღვაო ქვეითთა ბატალიონში მსახურობდა. აქ ყოველთვის მოვდიოდი ბიჭების დასახვედრად. დღეს კი საზიღარულო ამბავი გავიგე, რომ ჩემი ქმარი გაათავისუფლეს. ვიცი რომ უკრაინის წარმომადგენლები უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვთა საავადმყოფოებს რაკეტებს ესვრიან, ასე რომ მხოლოდ მათ და ღმერთმა იციან, როგორ ახერხებენ მოლაპარაკებას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მოლაპარაკებებს თვალყურს ვადევნებდი და ამას მომავალშიც გავაგრძელებ. ახლა ესაა ჩვენი ცხოვრება. სხვანაირად ვერ იქნება. ჩვენ ამ ყველაფერს თვალი უნდა ვადევნოთ. ეს თითოეული ჩვენგანის ნაწილია. მით უმეტეს, რომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირ გვეხება. დღეს ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა და ეს ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია. უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 150 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქეა. გათავისუფლებული ჯარისკაცები ლუჰანსკის, დონეცკის, ხარკივის, ზაპოროჟიის, ხერსონის, სუმისა და კიევის ოლქებში იბრძოდნენ. ისინი უკრაინის სამხედრო დანაყოფების, ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არიან. გასულ თვეს აბუ-დაბიში გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ითვალისწინებდა, გარკვეული შედეგები გამოიყო, მათ შორის ტყვეების გაცვლის ნაწილში. თუმცა ძირითად საკითხებში, როგორიცაა მაგალითად ტერიტორიების განაწილება, მხარეებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.